ქალაქ რუსთავში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ჩავლიაშვილი დაესწრო. ღონისძიებაზე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სამუშაოებისთვის სულ 960,000 ლარამდეა გამოყოფილი. პროექტის დასრულების შემდეგ რუსთავში ფაქტობრივად სრულად უნდა მოიხსნას ძლიერი წვიმის დროს ქუჩების დატბორვის და წყალდიდობის საშიშროება. ყოველი ნალექის შემდეგ იტყორებოდა ქალაქი, ექნებოდა ინფრასტრუქტურას, ისევე მოსახლეობას სერიოზული პრობლემები და მთავრობის განკარგულებით იყო გამოყოფილი დაახლოებით $1,000,000 ლარამდე, რომელიც მოხმარდება ამ ქსელის რეაბილიტაციას და ძირითად ნაწილს, რა თქმა უნდა, მოხსნის უგან პრობლემას მთლიანად ობიექტურად იქნება გამოყენებული. ეს არის 4 პუნქტისგან შემდგარი პროექტი, ანუ დიდი არის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის თხრილი კეთდება, სადაც დამჭერი დამონტაჟდება და ანუ ეს დამჭერი 4 მონაკვეთს 1200-იანი მილის სანიაღვრემილით შეუერთდება და ქალაქიდან გავა. Ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დაინახავენ რუსთაველები, რომ ესე იგი ეს პრობლემა, რომელიც იყო ყველა ავდრის პირობებში, მართლა სერიოზული პრობლემა, რუსთავს მოშორდება